მე ამაგალად თანახმაო რომ განეხილონ და დააფიქსირონ პარლამენტში რომ ქალისა და მამაკაცის ერთობა წარმოადგენს ოჯახს და ეს ოჯახი არის განუყოფელი ნაწილი ჩვენი ერისთვის. კონსტიტუციაში კი უნდა ჩაიწეროს, რომ თანახმავართ ერთსქესიანთა ქორწინებაზე, არამედ ის უნდა ჩაიწეროს, როგორ უშველოთ ამ საკითხს, რომ აგრესია არ იყოს, არ დაიჩაგრონ ისინი და მოხდეს მათი უბრალოდ ისეთ გარემოში ყოფნა, რომ არაფერი დაუშავდეთ ფიზიკურადაც და მორალურადაც. ერთსქესიანთა ქორწინება იქნება კონსტიტუციაში თუ არა, ეს ხალხისთვის არაფერს არ ცვლის. იმგონია, რომ ქალისა და კაცის ერთობა არის იდეალური ამ ქვეყანაზე, როგორც თავიდანვე იყო. უნდა ჩაიწეროს, კი, იმიტომ რომ მე არ ვეთანხმები რაღაცა მამაკაცის და მამაკაცის ქორწინებას, ან ქალის და ქალის ქორწინებას და მგონია რომ სამართლებრივადაც ესე უნდა იყოს. თანახმაო რომ ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი შედგება ქალისა და მამაკაცისაგან. საქართველოს ძალიან დიდი ხნის ქრისტიანული სახელმწიფოა და ქრისტიანობაში ეს ეწინააღმდება ქრისტიანულ მორალს. ვფიქრობ, რომ ამით შეიზღუდება ერთსქესიანთა ქორწინების უფლება და ხარს არ დაუჭერო და ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ქალის და მამაკაცის ერთობა არის აუცილებლად ქორწინება. მე ვემხრობი ზოგადად ერთსქესიანთა ქორწინებას, ანუ მე არ ვარ მაგის წინააღმდეგი. კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს აუცილებლად, რომ ოჯახი არის ქალის და კაცის ურთიერთობა და არა კაცის და კაცის ტრადიციების გამო, მაინც ქართული ტრადიციების გამო უნდა შენარჩუნდეს ეს ყველაფერი. შეუძლებელია, რომ საქართველოში ესეთ ქრისტიანულ ქვეყანაში იყოს, თქვათ, კაცს და კაც შეეძლოს ოჯახი შექმნა, ან ქალს და ქალს, რა. ოჯახი უნდა იყოს მამაკაცის და ქალისგან რომ შედგებოდეს. ყავდეს შვილები და იწყებენ ბედნიერად. ჯერ მარტო აი ამის განხილვა რომ არის საჭირო უკვე დიდი სირცხვილია რა და ესო საერთოდ დამტკიცდეს ჯვარი უწერი ყოს, ეს არ ვიცი, კატასტროფა. არავითარ შემთხვევაში პირველ რიგში იმიტომ რომ ოჯახი არის პირადული და მთავრობა, პოლიტიკა და სხვა მესამე მხარე არ უნდა ერეოდეს ოჯახში. უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ აღარ არსებობდეს მერე რაღაცა სათვალო საკითხები, უნდა ჩამოუყალიბდეთ და უნდა დავაფიქსიროთ რა არის ოჯახი, რომ ეს არის ქალის და მამაკაცის ერთობა და მე მგონი მე რომ უკვე ზედმეტი კითხვები აღარ იქნება. კი, ვეთანხმები. 1000 რაღაც არის ახლა LGBT და ერთსქესიანთა ქორწინება და ამიტომ საჭიროა რომ საქართველოს ვისაც უნდა ისე იცხოვროს თავისთვის, აი ამ ხელმოწერის გარეშე, მაგრამ რაც შეეხება ქორწინებას, მე წინააღმდეგი ვარ ერთსქესიანთა ქორწინების და ამიტომ საჭიროა ჩაწერა ქალის და მამაკაცის. ჩემს არის აუცილებელი იმის მითითება, რომ კაცსა და ქალს შორის უნდა იყოს ქორწინება. თუ ორს დასულ ადამიანს უყვარს ერთმანეთი, თვითონ რას გააკეთებენ, ჩვენი საქმე ნამდვილად არ არის. და სულ ყოველს ერთნაირია. არ ვეთანხმები, იმიტომ რომ ოჯახი რა არის, ჩემი აზრით არის თითოეული ადამიანის გადასაწყვეტი, ანუ ადამიანს რა მიაჩნია, ვინ მიაჩნია ოჯახად და ოჯახის წევრებად და ვიცი კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არ მიმაჩნია სწორად. ვეთანხმები იმას, რომელიც ხარს უჭერს ამ კანონპროექტის კონსტიტუციაში ჩაწერას, იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი არის ამ მხრივ თავისუფალი და აქვს მას აბსოლუტური უფლება იყოს დამოუკიდებელი თავის ოჯახში და ამ საზღვრებში.